საღამო მშვიდობისა. დღეს ერთი საინტერესო ფენომენი იქნება ჩემი ლაივის მთავარი თემა, რომელსაც ქვია დასჯა. ამ საკითხზე შთაგონება მომეცა, როდესაც ერთ ახლობელ ადამიანს ვესაუბრებოდი და უცებ აღვიქვი, რომ ცხოველთა სამყაროში და ბუნებაში ეს ფენომენი დასჯა ფიზიკურად არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს აგრესია, არსებობს თავდასხმა, თავდაცვა, ბრძოლა, შერკინება, ბევრი რამ არსებობს და ცხოველები, როდესაც შვილებს დიან მაგალითად, წაყბენებიც არის იქ, ტერიტორიების დაცვაც არის, ბევრი რამ ხდება მოკლედ ბუნებაში, აგრესიული, თუმცა აი ფენომენი ესეთი დასჯა მე არ მახსენდება, რომ ბუნებაში არის. თუ არის და მე ეს მეშლება, იმიტომ რომ მე არც ბიოლოგი ვარ, არც ზოოლოგი ვარ, თუ ვინმე მიცით ამის შესახებ, რომელიმე ცხოველთა განვითარებული სახეობის ოჯახებში და ასე შემდეგ არის დასჯა როგორც ფენომენი, გამაგებინეთ და ამიკომენტარეთ. ძალიან მაინტერესებს, რომ შევისწავლო. ალბათ არის შანსი, რომ იყოს ესეთი ფენომენი პრიმატებში, ალბათ. თუმცა მე არ მსმენია ამის შესახებ. ეხლა რატომ მინდა რომ ხაზი გაუსვა ამ ფენომენს. ესეთი რამ მსმენია ლევან რამიშვილისგან, ვისთან ერთადაც თანამშრომლობ უკვე არც ვიცი რამდენი წელია. ლევანი არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგი და ჰოლოტროპული სუნთქვის წამყვანი საქართველოში, ვინც თუ ვინმე მარიცით და გადახედეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას ავრცელებს ყოველთვის სამ სფეროში. და ადრე მახსოვს, რომ პოდკასტში საუბრობდით და გაიხსენა ესეთი რამ. როდესაც ესპანელებმა თუ არ ვცდები დაიპყრეს ამერიკის კონტინენტი ნელ-ნელა, ევროპელებმა ზოგადად, მაგრამ კონკრეტულად ესპანელმა ბერმა მიიწერა ესეთი წერილი თურმე. კათოლიკე ბერზე არის საუბარი, თუ არ ვცდები. მიიწერა წერილი ესპანეთში, რომ აქ რო ჩამოვედიო, მივხვდიო, რომ ხალხი ძალიან გარყვნილი და ცუდი იყო. და სასწრაფოდ არისო ესენიო მოსარჯულებელი ეს ხალხიო, იმიტომ რომ აღზრდის სისტემაში არის უდიდესი გარღვევაო. ამ ხალხმა არიციან ბავშვის დასჯა რა არისო. არ სჯიან ბავშვებს. ნახე როგორი ფსიქიკა არის და სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთო ეხა გაროზგვა, გაწყებულა, დასჯა და ესეთი რაღაცებიო, იმიტომ რომ ამათი ბავშვებიო თავს არიან გასულებიო. ამას გარდა არის ესეთი დიდი მოაზროვნე ჟაკ ფრესკო, რომელსაც ჰქონდა პროექტი ვენერა. ახლებურად რომ დალაგებული იყო დედამიწაზე სისტემები, ამას ეძღვნება პროექტი ვენერა და ფრესკოსაც ჰქონდა ერთ-ერთ ინტერვიუში მოტანილი ინფორმაცია რომელიღაც აბორიგენ ტომებზე, სადაც არ არსებობს დასჯა და არის ესეთი ფენომენი, რომ თუ სიტყვაზე ბავშვი ცეცხლში ხელს ყოფს, რა თქმა უნდა, სწრაფად გამოსწევენ იქიდან და შეიძლება შემოარტყან ტაკოზე. ეგ შეიძლება, მაგრამ იქ და იმჟამად ხდება იმ წამს, იმისათვის, რომ დააფიქსიროს, რომ ცეცხლში ახლოს მისვლა ტკივილს უკავშირდება. ანუ ელემენტარულ დასჯაზე არის საუბარი. და ამის იქით იქ თურმე იმ აბორიგენ ტომებში დასჯა საერთოდ არიციან რა არის. და რა არის მაინც აი რა ფსიქოლოგიური მომენტია ეხა დასჯა. მე მოგიყვებით თვითონ გეშტალტ თერაპიაში მე რა გამოცდილება მქონია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დასჯა რეალურად არის პასუხისგებლობის დაკისრება ადამიანისთვის, ხო, რომ მან რაღაც დააშავა და შემდეგ პასუხისგებლობა მას ეკისრება. აი უხეშად რო ვთქვათ, აი კანონის წინაშე მაგალითად ვიღაცამ რაღაცა დაარღვია და შემდეგ ისჯება, ხო, ან ციხეში სვავენ, ან სიკვდილით სჯიან ზოგიერთ ქვეყანაში და ასე შემდეგ. ანუ აი ეს არის, ხო, პასუხისგებლობა დაეკისრა არასწორ ქცევაზე, კანონის დარღვევაზე და ასე შემდეგ. და ეს სულ პატარა ასაკიდან იწყება ჩვენ კულტურაში. და სულ პატარა, არ ვიცი, 2 წლის ბავშვებს, 3 წლის ბავშვებს და ასე შემდეგ იყო პრაქტიკები სკოლებში, კუთხეში დაყენება, ყურის აწევა, ხელით შეხება, რომელიც საბედნიეროდ ახლა აღარ არის, მაგრამ რაღაცა სხვა სასჯელები აქვთ. მაგალითად, სტიკერებია ხოლმე კედელზე მიკრული და ევროპის სკოლებში და თუ ცუდად მოიქცევა, აკლდება სტიკერი. და ვისაც ყველაზე მეტი სტიკერი აქვს, ის არის ყველაზე ისეთი ბავშვი რა. და ასე შემდეგ და ბავშვები განიცდიან ამას, როცა სტიკერს აკლებენ. და ეხლა ისმის კითხვა, რომ თუ საერთოდ არ იქნა არაფერი პასუხისგებლობის დაკისრება, აბა საზღვრები როგორ შეიძლება დაიცვას ადამიანმა, იმიტომ რომ პიროვნული საზღვრები ეს ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველია, ნებისმიერი სახის ურთიერთობის. სადაც საზღვრების კაფიოდ გავლების დროს
გარკვეულია ვის რა როლი აქვს, ვის რა ფუნქცია აქვს, ურთიერთობა რა არის, რა სახელი ქვია ამ ურთიერთობას, ვინ რა პასუხისმგებლობას ატარებს ერთმანეთის მიმართ და ასევე ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს აქ და ამჟამად ერთმანეთისთვის გულწრფელ გაზიარებას, ხო? ეს არის ჯანსაღი ურთიერთობის აი უხეში სქემა, რო გითხრათ. მას თუ სიტყვაზე არის რაღაცა წესრიგი, რაღაცა სისტემაში და ვიღაცა ადამიანი ამ წესრიგს არ ღვევს, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა იქ ეკისრება. მაგრამ ეხლა მე რატო ავირჩიე ეს თემა და რის თქმა მინდა საერთოდ აი ამ ლაივით, რომელსაც ეხლა ვწერ. მე ასე დავკვირვები ვარ, მეგობრებო, ვინაიდან ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა მე ადამიანი, ფსიქიკა, როგორ მუშაობს სამყარო და ასე შემდეგ, რომ აი სკოლაში როცა ვსწავლობდით, საკმარისი იყო ვინმე დაესაჯათ, რომ იმ ბავშვში იზრდებოდა ძალიან დიდი წინააღმდეგობის სურვილი. და კიდევ უფრო უარესი ქცევის ჩადენის სურვილი და მე ჩემ თავზეც გამომიცდია ეგ. თუ რაიმე სასჯელს მივიღებდი, არ ვიცი, რაიმე სახის, ეგრევე მოდიოდა პროტესტის გრძნობა. ეს არის როგორც მუშაობს ადამიანის ფსიქოემოციური სხეული. როგორც კი იღებს რაიმე სასჯელს, რომელშიც არის ხოლმე, ნახეთ, არაჯანსაღ სიტუაციაში არის ხოლმე სასჯელში დამცირება, რაღაცა დაჩაგვრა, განდევნა, აი კუთხეში დაყენება არის ფაქტიურად ადამიანის გაგდება, ხო? სიტუაციიდან გაგდება და ჩახსნა, რომ კედელს უყუროს და არა თავის თანატოლებს ან მეგობრებს. ასევე ვთქვათ, ფიზიკური შეხება არის, რომ მე შენზე ძლიერი ვარ და შენ ჩაგრავი ხო ფიზიკურად, ბავშვი ხარ და აი გირტყავ და მოითმინე. კიდე არის ვთქვათ, აი ეს სტიკერები როა გამოფენილი და ყველა რო უყურებს, რომ მე 10 სტიკერი მქონდა და რომ მომაცალეს 2 სტიკერი. ეხლა დაინახეს ბავშვებმა, რომ 10 მქონდა და ეხლა 8 მაქვს და სირცხვილია ეს. ანუ დასჯა საერთოდ აჭერს ძალიან ძიმე ემოციებზე და ეს ძიმე ემოციები კიდე იწვევს თავდაცვის რეაქციას. ბავშვებშიც, დიდებშიც, ყველგან. ეხლა რო დააკვირდეთ, ჩვენი სისტემა რამდენად თავდაყირა არის მოწყობილი, აბა გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც ციხეში ჩასვეს, დასაჯეს და ციხე ეხლა სიტყვა ციხეს ვიყენებთ, იმიტომ რომ ხვდებით რაც არის, მაგრამ პენიტენციური დაწესებულება ქვია, ხო? ანუ გამოსასწორებელი ინსტანცია არის. აქ უნდა ეხლა ჩასვა ადამიანი, დასაჯო და ის გამოსწორდება და ამ დანაშაულს აღარ ჩაიდენს რა. ეს არის ჩანაფიქრი. ანუ კანონს აქვს ჩანაფიქრი, რომ ეს ხალხი გამოსწორდეს იქ რო სვავენ და აბა მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც ციხეში ჩასმის შედეგად აი ამ ჩარევით გამოსწორდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესეთ ადამიანს ვერავინ ვერ მაჩვენებს. ანუ ეს სისტემა არ მუშაობს, ეს არის რეალობა. ჩვენ შეგვიძლია მოვიტყუოთ თავი, რომ მუშაობს, მაგრამ თუ სიმართლეს თვალში ჩავხედავთ, დავინახოთ, რომ არ მუშაობს ეს დასჯის სისტემა. არაფერში არ მუშაობს. აბა რა გავაკეთოთ ისმის კითხვა. ვეცდები, რომ ჩემი ვერსიები გითხრათ, მაგაზე აბა რა გავაკეთოთ. ესე იგი რა ხდება? დასჯას როგორც კი ვიწყებთ, იქით მხარეს, ვინც დასჯილია, იქ იზრდება პროტესტი, შეწინააღმდეგება, ბრძოლა და თუ ესე არ მოხდა და ისე დაისაჯა, რომ როგორ გითხრა, გატყდა შინაგანად, მანდ უკვე იწყება პიროვნული, ასე ვთქვათ, დაშლა, დეპრესიისკენ გზა და ასე შემდეგ. ეგ კიდე უარესი მდგომარეობაა. თუ რაღაცნაირად შეაღწია და თავი დაიდანაშაულა და დამნაშავის ის მოირგო, რომ მე ცუდი ვარ, დამნაშავე ვარ. ეს არის ძალიან დაბალი თვითშეფასება მოდის და სახიფათო მდგომარეობაში ადამიანი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარეთ. და აი, ეხლა გეტყვით ფრაზას, ცუდი ვარ? მე თქვენ გაჩვენებთ ეხლა როგორია ცუდი. აი ეს არის რეაქცია რა, ძალიან ტიპიური. ბოროტი ვარ? კარგი, გაჩვენებთ ეხლა ბოროტი როგორია. მე ის ციხეში ჩამსვით და დამიჭირეთ, გავიქცევი. არ გავიქცევი და რო გამოვალ დედას გიტირებთ. ან არა და ციხეში გიტირებთ დედას. აი ეს არის პირველი რეაქცია, რაც აქვს ადამიანს. მე შეიძლება რა თქმა უნდა გონებამ უკარნახოს, რომ არ ღირს ესე ქცევა. შეიძლება სულიერი საზრდო მონახოს, ციხეშიც მომხდარა ეგ ციხის გარეთაც, მაგრამ ეს რომ ინდივიდი ხანდახან თვითონვე დააღწევს თავს ჩაკეტილ წრეს, არაფერ კავშირში არ არის ჩვენ სისტემასთან. სისტემა არ დახმარებია მას, პირიქით ხელი შეუშალა. მაგრამ ინდივიდი რა თქმა უნდა ძლიერია პიროვნულად თითოეული ადამიანი და მას შეიძლება თვითონ იპოვოს წყარო, რომ გამოვიდეს აქედან, ჩაკეტილი წრიდან და იპოვოს განვითარების გზა. მაგრამ ეს მისი გაკეთებულია. ამაში არც ციხე დახმარებია, არც დასჯა დახმარებია და არც ჩვენი სასკოლო სისტემა. დამიჯერეთ, რომ ეგრეა რა, აი შეხედეთ თვითონ რა ხდება და დაინახავთ. ეხლა დასჯაზე კიდე რა მახსენდება? ცოტა ძიმე თემა უნდა ვახსენო ეხლა, მაგრამ რა ვქნათ, ეგრეა. იყო ესეთი შემთხვევა მწვანე სკოლაში, რომ ერთმა
თინეიჯერმა მოზარდმა ბიჭმა კედელზე დაწერა ამ ცხოვრების დედაცო. ბევრ ადგილას დაწერა მთელ სკოლაში. ბევრ კედელზე მიაწერა ეს ფრაზა. და რეაქცია რაც სისტემას ჰქონდა იყო რომ კედელი დაზიანდა და ვინც დააზიანა ის უნდა დაესაჯათ. ნახე, პირდაპირ დასჯა წამოვიდა. მოკლედ ეს დასჯის ფენომენი ძალიან არის ჩვენში ფესვგადგმული და როგორ გითხრათ, აბსოლუტურად ანტიჭკვიანური და ანტიჰუმანური მიდგომა არის. მაგრამ რა ვქნა და ესე არის მოწყობილი. ადამიანებს ლოგიკურად გონიათ, რომ ეს დასჯა რაღაცას ცვლის უკეთესობისკენ. ესე გონიათ. აბა როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილები? ასე კითხულობენ. ამ კითხვას ლაივის ბოლოში გავცემ პასუხს აუცილებლად. ხო და დაიწყეს გამოძიება. დაიჭირეს ეს ბავშვი 16 წლის ბიჭი თუ არ ვცდები. დაკითხეს, მიაწვნეს სასტიკა, დაამცირეს, კიდევ უარესად აგზნობინეს თავი და მთელს სკოლაში, არ ვიცი რამხელა იყო მაშინ მწვანე სკოლა. და მე ამას არ მომფესე რომ აი რა საშინელი სკოლაა. ის სკოლა არაფერ შუაშია. მთელი სისტემა ესე არის მოწყობილი. ყველა ესეა. მწვანე იქნებოდა თუ 155 თუ 178 სკოლა იქნებოდა თუ რომელიმე კერძო სკოლა, პირველი რეაქცია მაინც ეს იქნებოდა, რომ სოციალურად ესე ვართ მოწყობილი. და არ გასჩენია არავის კითხვა, რომ შინაარსობრივად რო ეწერა რომ ამ ცხოვრების დედაც ეს რას ნიშნავდა. არავის არ გასჩენია ეს კითხვა. თავარი იყო რომ კედელზე ვიღაცამ წარწერა გააკეთა და ეს წარწერა კედელზე რო გააკეთა დააზიანა რემონტი და ეხლა სასწრაფოდ უნდა დასჯილიყო და სისტემას უნდა გაესწორებინა ის საკითხი რომ აი პასუხისგებლობა უნდა დაეკისრებინა მისთვის. შინაარსი რომ რა ეწერა და რას ნიშნავდა ეს ფრაზა არავინ არ აღმოჩნდა, არც მასწავლებელი, არც მშობელი, არც ბავშვი, არც პოლიციელი, არც ფსიქოლოგი, არავინ იქ არ აღმოჩნდა ცხადმგრძნობი იმისა, თუ რა ეწერა იქ. და მე აღარ გავაგრძელებ, ალბათ ყველა მიცით, როგორ ტრაგიკულად დასრულდა ეგ ისტორია, ხო? ეგ არის სისტემის კრახი, რაც მანდ მოხდა, სრული კრახი. ეხლა რაც შეეხება დასჯის ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, ფაქტორებს, რა, აი რა ხდება ადამიანში, როცა ის დაისაჯა და აი იწვნია თავის თავზე ეს სასჯელი. ძირითადად წეღან როგორც თქვი, მოდის პროტესტის გრძნობა და შეწინააღმდეგება, რაც ჯანსაღი რეაქციაა. სიძულვილი და აგრესია იმის მიმართ, ვინც არის დამსჯელი. ეს დამსჯელი თვითონ კარგ შემთხვევაში შეიძლება მექანიკურად ქმედებს და ცუდ შემთხვევაში შეიძლება სადისტურ გრძნობებშია, ისე რომ შეიძლება ამისი აღქმა არ თქონდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ციხის ექსპერიმენტი რო ჩატარდა, აი ნახეთ, რამხელას ცოდავს, ანუ რამხელა შეცდომას უშვებს სისტემა. ციხის ექსპერიმენტი არ ვიცი თუ გსმენიათ, მოკლედ მოვყვები, ჩატარდა, შეკრიბეს ხალხი, აბსოლუტურად ეს სკრინინგი ჩაუტარეს, რომ ფსიქოემოციურად არიან კარგ მდგომარეობაში, გაწონასწორებულები, არაფერი არ აწუხებთ. და მე ხელი მოაწერინეს კონტრაქტებზე და ათამაშეს ციხის სიტუაცია. იყო ხალხი, ვინც იყო დარაჯები და ჟანდარმები ამ ციხის და იყო ხალხი, ვინც იყო პირობითად დამნაშავეები და ციხეში ისხდნენ როგორც კრიმინალები. ოღონდ სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო დადგმული თეატრალურად, ანუ რეალობასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. ყველა ეს ადამიანი იყო სუფთა კრიმინალური წარსულის მქონე, ანუ არ ყოფილან არასდროს შეხებაში და აბსოლუტურად გაწონასწორებულები. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ციხის ექსპერიმენტში ისეთი ამბავი ატყდა, რომ კინაღამ კაცი მოკვდა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ კაცების გუნდი იყო ძირითადად, ვინც აკვირდებოდა კაცი ფსიქოლოგები და ერთი იყო ქალი. და იმ ქალმა გააჩერა ექსპერიმენტი. მიხვდა, რომ პირველმა ქალმა შეიგრძნო, რომ ზედმეტი მოხდა და შეიძლება ვინმე მომკვდარიყო იქ. იმიტომ რომ საშინელი კონფლიქტები ატყდა. კრიმინალები გახდნენ უფრო კრიმინალურები, კრიმინალის როლში ვინც იყო. ეს ჟანდარმებში სადიზმმა გაიღვიძა, ანუ ნახეთ თვითონ დასჯა როგორც ფენომენი ხელს უწყობს და ძალიან ძნელია შენ სასჯელი აღასრულო და დარჩე ჰუმანურ ტყავში. ძალიან ძნელია ამის გაკეთება. აი ჰუმანური იყო და სენსიტიური და თან ვიღაცა დასაჯო, ეს არის ფაქტიურად ერთმანეთის გამომრიცხავი მდგომარეობა და რაში გვჭირდება ჩვენ სოციუმი, სადაც ერთ მხარეს კი ბატონო კრიმინალია, რომელიც დამნაშავეა და დასასჯელია, შესაძლოა ასეა. მე არ ვამბობ, რომ ეგ უსამართლობა, არიან ხალხი, ხო, ვინც მკვლელია, მანიაკია და ასე შემდეგ, ხო, რაღაცები არის საზღვრები, სადაც ვერაფერს ვერ იზა, უნდა ჩასვა ციხეში. ოღონდ თავის მოტყუება, რომ ეს გამოსასწორებლად ხდება და ეს არის მძიმე აქ.
მაგრამ მეორე მხარეს ეს ხალხი, ვინც ამათ სჯის, მათში იზრდება რისკი იმისა, რომ ამ დასჯაში სიამოვნებას იპოვიან. ანუ სადიზმი გაიღვიძებს. და ეს უკვე ძალიან მძიმეა. სოციალურად მძიმე მოვლენა. ესეთი ხალხი მე თავის ოჯახში რას გააკეთებს, სამეზობლოში რას გააკეთებს, სამსახურის გარეთ და ან ცოტას თუ დალევს რას გააკეთებს და ასე არ ვიცი. იმიტომ რომ ის მიჩვეულია აგრესიას და ძალადობას და მისი მხრიდან აგრესია და ძალადობა არის ლეგალური. ეხლა ამ ლეგალურ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხანდახან ძალადობა ლეგალურია და ეს სიამოვნებას გვრის სადისტური მიხრილობის მქონე ხალხს, რომელმაც ასევე გამოიარა დიდი ძალადობა. ისე არ ჩდება სადიზმი ადამიანში. ადამიანი სადისტურად არ იბადება. მან უბრალოდ გამოიარა ძალადობა და ხანდახან ამ ძალადობის დროს კონტაქტის ფორმად აღიქვა ძალადობა და ერთადერთი კონტაქტი, რაც მან იცის სამყაროსთან როგორ შევიდეს კონტაქტში არის ძალადობა და ამ შემთხვევაში უკონტაქტობა არ შეუძლია ადამიანს. ის გამუდმებით კონტაქტის ცდილობაშია და თუ ეს ენა ისწავლა, საკონტაქტო ენა, როგორც არის სადიზმი და მაზოხიზმი, ხო, ასე შევა ის კონტაქტში. და აქ ისევ გარემოს ეკისრება პასუხისგებლობა. მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სოციუმი არასდროს ატარებს პასუხისგებლობას და იშვერს ხოლმე ხელს, რომ აი მკვლელები, აი დამნაშავეები, ახლა მაგალითად გარდატეხის ასაკში მქონე ხალხის საშინელი ვიდეოები გავრცელდა, როგორ ცემდნენ და ამცირებდნენ ბიჭებს, თანატოლებს თუ უფროსებს და ბოლოს შემოაკვდათ ადამიანი, ხო, მოკლეს. და არის ეხა რომ აი ესენი მკვლელები და ციხეში ჩასასვლელები და მესმის. ციხეში აუცილებელია ალბათ უკვე ესეთ ზომაზე რომ მიიყვან ადამიანს, რომ მკვლელია და საშიშია. იზოლაციის გარდა სხვა გამოსავალი მან და აღარ არის, მაგრამ კითხვა ისმის, რომ ესენი რო ესე ყალიბდებოდნენ, ერთ დღეში ხო არ გამხდარა მკვლელები, არა? რო ყალიბდებოდნენ. აი ის გარემო და სოციუმი რასაკეთებდა ამ დროს, როდესაც ამათი ჩამოყალიბების პროცესი მიდიოდა. რა თქმა უნდა, აშავებდა ბევრს. გულგრილობით, თვალის არიდებით, პასუხისგებლობის დაუკისრებლობით, ასევე საკვების მიუწოდებლობით. იმიტომ საკვები ჭირდება ადამიანს, ხო? არ ჭირდება მხოლოდ ფიზიკური საკვები, მას თვითგანვითარებისთვის, სულიერი განვითარებისთვის ჭირდება საკვები და თუ ამ ხრივ შიმშილობა მიმდინარეობს, რაც შეხვდება, იმას შეჭამს. ხო, ეს ხო ვიცით, რომ შეიძლება შიერზე საწამლავიც კი შეჭამოს ადამიანმა, როცა ძალიან შია და ასევე არის ფსიქიკა. თუ ფსიქიკა დამშეულია და არ მიეწოდება მას ჯანსაღი საკვები, ხო, რაც მიეწოდება, იმას შეჭამს და თუ დაკვირვები ხართ, რომ აი ესეთ შაუბნელ გარემოებებში ადამიანები რასაკეთებენ? ერთად არიან, ნახე, ერთად ჩადიან დანაშაულს. ან ერთად ისინიც დაჯგუფება იყვნენ ეს თინეიჯერები, ხო? ერთიანობის ფსევდო ყალბი განცდა აქვთ, იმიტომ რომ ის ნამდვილი ერთიანობა და ნამდვილი გუნდურობა და ნამდვილი ძმობა თუ გინდაც ოჯახის წევრობა რომ ვერ შეიგრძნეს, ამის მომწამლელი ვარიანტი შეიგრძნეს სამაგიეროდ. ამის გარეშე არ შეუძლია, ვერ იცხოვრებს. კიდე ერთ ექსპერიმენტს გეტყვით ამაზე, რომ ადამიანი თავსაც კი დაიზიანებს, ოღონდ კონტაქტში შევიდეს. ძალიან კონტაქტურია ადამიანის ფსიქიკა, არ შეუძლია ადამიანის ფსიქიკას იზოლაცია. ამიტომ არის მარტოყოფნა, რომ ძალიან ავითარებს, რომ რაც არ შეუძლია იმას ავარჯიშებს ადამიანი იმ კუნთს, ხო, მე ძალიან ძლიერდება. მაგრამ აბსოლუტური მარტოობა მაინც არ შეუძლია. შეუძლებელია ეგ ადამიანისთვის. აი ესეთი ექსპერიმენტი ჩატარდა, რომ ადამიანს ხელი მოაწერინეს ისევ და იზოლირებულად ოთახში იჯდა. კონტაქტი არავისთან არ ქონდა აბსოლუტურად. და იმავე ოთახში იდო ელექტროშოკის აპარატი. ხო და რამდენიმე დღე იყო ეს კაცი ამ ოთახში. და 2-3 დღის მერე მივიდა ამ ელექტროშოკის აპარატთან, იქ დაჯდა და საკუთარი ნებით ირტყავდა დენს. ანუ მაზოხიზმმა გაიღვიძა. ეხლა ნახეთ რა ხდება. სადიზმი და მაზოხიზმი იღვიძებს ჩაკეტილ ვაკუუმში. ესე იგი, ტვინს რომ დაჭირდა უკვე საკვების მიღება და იშიმშილა და ეს საკვები არის კონტაქტი. ერთადერთი დიდი საკვები აქვს ადამიანის ფსიქიკას, ეს არის კონტაქტი. და ეს რომ აღარ იყო და ჩაიკეტა, წავიდა და დენის დარტყმა დაიწყო, იმიტომ რომ ესეც ინფორმაციაა, ნახე, რაღაცა შემოვიდა მაინც, აი მეტკინა, ნახე, ეს უკვე ინფორმაციაა. რაღაცის გადახარშვა მომიწია ეხლა, ჩემი ტვინით, ხო? და ირტყავდა დენს. ამიტომაც თუ სოციუმი ვაკუუმს შექმნის და ქმნის ის ვაკუუმს და ორიენტირდება დასჯაზე კონტაქტის ნაცვლად და დასჯა გახდება კონტაქტის ენა
და ესეთი ძალადობრივი იქნება ჩვენი კომუნიკაცია ერთმანეთთან, ხო, შედეგად მივიღებთ უფრო და უფრო მეტ მკვლელს და მანიაკს. მე რა შეგვიძლია თითი გავიშვიროთ და ვთქვათ, რომ დედამისი არ ვარგო და მამამისი არ ვარგო და თვითონ დაიბადა ცუდ ტიპად, ეს ადვილია. და საბედნიეროდ დედამიწაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი პლანეტა, არსებობს ალტერნატიული მიდგომა, რომელიც ახლა ბავშვურ სასაცილო სიტუაციად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ იმ სოციუმში ეს მუშაობს. არის იგი აფრიკაში ესეთი ტომი, სახელი ახლა არ მახსოვს, სადაც აქვს ესეთი ტრადიცია. არსებობს კარგი ტრადიციები, ხო? და ჩვენ თუ მართლა განვითარება გვაინტერესებს და თუ დავინახავთ სადმე რამე კარგ ჰუმანურ ტრადიციას, წესით ხელს არ უნდა გვიშლიდეს არაფერი, რომ ეს ტრადიცია ავიღოთ და ავითვისოთ. მაგრამ არ არის ესე მოწყობილი, ხო? ადამიანებს ურჩევნიათ მოებღაუჭონ იმას, რაც ნაცნობია და ერთი და იგივე ატრიალონ და ღეჭონ რაღაცა ფსევდო უსაფრთხოების განცდით. ამავე ფსევდო უსაფრთხოების განცდას იმხელა ამპლიტუდა ახასიათებს, რომ სტოკჰოლმის სინდრომიც კი არსებობს, ხო? 20 წელი შეიძლება მოძალადეს ისე მიეჩვიოს ადამიანი, რომ უყარდება მერე. იმიტომ რომ მისთვის სტაბილურია ეს ძალადობა, ერთი და იგივე ტრიალებს და რაღაცნაირად საყრდენად იყენებს ფსიქიკა. ანუ ადამიანის ფსიქიკა არის საოცრად მოქნილი. ამას პლუსებიც აქვს, მინუსებიც. გაცნობიერების შემთხვევაში დიდი პლუსია და თუ თავს დავიბრმავეთ და თვალებს ძალით დავხუჭავთ, მაშინ ძალიან სახიფათო თამაში შეიძლება წარმოიქმნას აი ამ მოქნილობის უსაზღვროების გამო. და რა ხდება ახლა ამ აფრიკის ტომში? თუ ადამიანი რამეს დააშავებს, იქ ბავშვი დიდი ვინც გნებავთ, არ ვიცი მოიპარავს, არ ვიცი ცემს, არ ვიცი იუზდელებს, გატეხავს რამეს თუ გააფუჭებს, ეს აფრიკის ტომი შეიკრიბება, ესეთი ტრადიცია აქვს. ამ ადამიანს სოფლის ცენტრში ასე ვთქვათ დააყენებენ და ერთად უხდიან ბოდიშს და ეუბნებიან, რომ შენ რაღაცა გააფუჭე, ეთყობა გული გატკინეთ. გვაპატიე რა, ვინ გატკინა გული, გითხარი და ჩვენ ბოდიშს მოგიხდით. შენ ეთყობა დაგაკლდა სითბო, დაგაკლდა კონტაქტი, დაგაკლდა ადამიანი გვერდით. ერთგულება დაგაკლდა ეთყობა, მეგობრობა დაგაკლდა? აბა გითხარი რა გიჭირს? რა გავაკეთე ჩვენ? ნახე რა, როგორი სოციუმია, შეხედეთ, ანუ სოციუმი იქ იმ სოფელში პასუხისგებლობას იღებს თავის თავზე. ანუ შესაძლებელია ეს. არ არის ეს უტოპია, რომ აბა რა ვქნათ ახლა ვიღაცას ხოლმე დავაკისროთ და მოდი გადავტეხოთ ეს ჯოხი იმაზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა. კი ბატონო, გადავტეხოთ, მაგრამ მთელი მეცნიერება, მთელი ფსიქოლოგია ღაღადებს, რომ იმ ერთმა ადამიანმა არ ჩაიდინა ეგ დანაშაული. ეს დანაშაული იმ ერთი ადამიანის ხელით მოხდა, მაგრამ ის ადამიანი ფორმირდა დამნაშავედ, იმიტომ რომ საშინელი გარემო იყო. ნახეთ, ამერიკაში, სადაც არის სიკვდილით დასჯა, იმ შტატებში არის კანონი, რომ თუ სიკვდილით დასაჯდელ პირზე გამოირკვევა, რომ მძიმე ბავშვობა ქონდა, სიკვდილით ვერ სჯიან. უქმდება სიკვდილით დასჯა და მას ესჯება სამუდამო ციხე. აი სულ რომ მკვლელი იყოს და 30 კაცი რო ყავდეს მოკლული, იმიტომ რომ იქ უკვე მეცნიერულად აქვთ დამუშავებული, მაგრამ მაინც ძალიან უკან არიან. მთელ პლანეტაზე უკან არის ყველა. ძალიან ვითარდება ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია და ცოტა უკან, მაგრამ მაინც მიყვება ფსიქიატრია, ვითარდება ნამდვილად. მაგრამ ინსტანციები, სადაც ეს ცოდნა უნდა შევიდეს, ხო, უკან არიან, ძალიან უკან. თუმცა მაინც განვითარდნენ. მაგასაც გეტყვით კონკრეტულად სად შევიდა ძალიან დიდი განვითარება ფსიქოლოგიიდან, ისე რომ არ იციან, თვითონვე ვერ აცნობიერებენ. ხო და იციან იქ, რომ თუ ბავშვობა ძალიან მძიმე იყო, ალბათობა იმისა, რომ პიროვნება გატყდა და ბოროტებისკენ გადაიხარა და რეაქტიულ კონტაქტის სტილში გაიჭედა, არის ძალიან მაღალი. ანუ ეგ რას ნიშნავს რეაქტიული კონტაქტის სტილი? რეაქცია აქვს, ნახე, ბოროტად მომექცნენ, მეც ბოროტად მოვექცევი. ნუ პიროვნული, ასე ვთქვათ, ხაზი ჩახსნილია. მთლიანად რეაქციაში არის ის ადამიანი და შეიძლება ეს მოხდეს, თუ მძიმეა ბავშვობა, ხო? ამიტომაც თუ ძალადობრივი ბავშვობა გამოიარა, მკვლელი იქნება თუ ვინც გნებავთ, იმას სიკვდილით ვეღარ სჯიან. ეს რაღაცა პროგრესი არის, მაგრამ დიდი ვერაფერი რა. და ეხლა რო გითხრათ, აი ჩვენ აკაკის მოგონებებში თავის ბავშვობას რო იხსენებს, ხო, საოცრებები მაქვს წაკითხული. ჩემ ბავშვობაში იყო სკოლაში ფიზიკური დასჯა, არაერთხელ შევსწრები ვარ, მეც მომხვედრია ხელი, თავშიც მომხვედრია. ეს იყო ჩვეულებრივი თემა 90-იანების ქართულ სკოლებში, ფიზიკური დასჯა. იყვნენ რამდენიმე ჩემი კლასელი, ვინც განსაკუთრებით ცელქ ბავშვად ითვლებოდა და ყოველდღე მიდიოდა მათი ფიზიკური გასწორება და ანგარიშსწორება და მაინც აგრძელებდნენ ეს ბავშვები დაშავებას ბჭყალებში.
და არავის არ გასჩენია იდეა, რომ რაღაცას ეტყობა არასწორად ვაკეთებთ, თორე უტყაპუნებთ ამ ბავშვებს, ვცემთ, ვატირებთ. ერთ ბიჭს ისე ჩაარტყეს, რომ თავი გვერდზე დარჩა მახსოვს და ცოტა ამბავი იყო ამაზე. 1-2 დღე იყო, რომ აი რა მოხდა და ნუ შემთხვევით მოხდა და რაღაცები და ჩაიფარცხა ეს თემა. ეხლა ჩემშუს რომ ვიღაცა მეგრე დაარტყას, რომ თავი გვერდზე დარჩეს, ხო შეიძლება ბომბი ვესროლო, არ ვიცი. მაგრამ მაშინ ესე იყო. როგორც არის. ხო და აკაკის ბავშვობაზე, აკაკი წერეთლის მოგონებებს რო კითხულობ, იქ საერთოდ საოცრებებია. ისინი სიმინდის მარცვლები ეყარა და მუხლებით იდგნენ ზედ ბავშვები და იქ რო გაროზგვა იყო და ერთ შეცდომაზე 5 როზგი, ორ შეცდომაზე 10 როზგი, მერე ვიღაცა ბავშვი ისე ცუდად გახდა, რომ თავს იკლავდა, მდინარეში იხრჩობდა. აღარ მახსოვს, გონი მოიკლა. დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული. და რაღაცა საოცრება მიმდინარეობდა და ესე ამათ სწამდათ, რომ როზგს რო ურტყავდნენ ამ ბავშვებს, ხო ისინი უფრო ისწავლიდნენ და დაიმახსოვრებდნენ. ასე ამხელა აცდენა არის. არა და თანამედროვეთ ხა ჩვენ მეცნიერულად რო შევხედოთ, დადებითი ემოციების დროს ნასწავლი მთელი ცხოვრება ამახსოვრდება ბავშვს. მაგიტომ ავითარებ ხა თამაშს. მე მინდა რომ ვიდეო თამაშით ისწავლოს. ეგ ემახსოვრება მთელი ცხოვრება და რაც ესე ტანჯვით და წვალებით არის დამახსოვრებული, ასევე სწრაფად წაიშლება, იმიტომ რომ ფსიქიკა დევნის ტანჯველ მოგონებებს. ეს ცნობილი ამბავია. მაგრამ ნუ იქ აკაკი წერეთლის ბავშვობაში ისეთები წერია, ცრემლები წამოგივა რო წაიკითხო. ფაქტია, რომ ესე იყო ეგ სისტემა. და რაღაცა შეიცვალა, ნახეთ დღეს აგრესია და ბულინგი ჩაგვრეს ყველაფერი ისევ არის სკოლაში, მაგრამ ხელით შეხება და ფიზიკური დასჯა, მთელი მოწინავე მსოფლიო, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ ცოტა პროგრესი განიცადა, ამას ერთხმად გმობს. და რა მოხდა? ცნობილია, რომ როდესაც კარლ როჯერსმა ჰუმანისტური მიდგომა განავითარა და ჰუმანისტური იდეები გააჟღერა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა უამრავ სისტემაზე, განათლების სისტემაზე, სამხედრო სისტემაზე, არ ვიცი, პოლიტიკურ სისტემაზე, აი ყველა სისტემაში შეაღწია მისმა ნათქვამმა და მისი გავლენა ყველგან გადავრცელდა საბედნიეროდ. ოღონდ სახელი არ ქვია, არ იციან ხოლმე რომ როჯერსია. და მე ადრე როჯერსზე ვესაუბრე ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც ძალიან განათლებულია და კიდევ ვიღაცა დამისახელა, რომლის იდეებიც როჯერს ჰქონდა წაღებული, ახლა არ მახსოვს. და ის ვიღაცა საერთოდ არავინ არ იცის. არა და იმისი იდეები არის ეს ჰუმანიზმი და რომ არ შეიძლება ფიზიკური დასჯა და შეხება. ეხლა გეშტალტ თერაპიაში მე რა გამოვცადე? ამასაც გაგიზიარეთ, რატომ მიყვარს გეშტალტ თერაპია და ეს მიდგომა. იმიტომ რომ გეშტალტ თერაპიაში პასუხისგებლობა ძალიან მკაცრად და მკაფიოდ არის ხოლმე დაფიქსირებული. და არ არის ესე, რომ რაღაც მოდი არაუშავს სიტყვაზე თუ ჯგუფის თერაპიას ვატარებ და ადამიანმა ხელი შემიშალა, ხო? რა მოხდა არაუშავს, მოდი თვალი დავხუჭოთ რაღაც. ამას არ ვლაპარაკობ მე, ესე არის ფიქრობ. ნუ გეშტალტ თერაპია ძალიან მკაცრი არის ამაში. თუ პიროვნული საზღვარი სადმე დაირღვა, ძალიან მკვეთრად და კონფრონტაციულად იციან ამ საზღვრის დაცვა. და ამაში საერთოდაც ხედავენ პატივისცემას ადამიანის. თუ შენ ადამიანმა საზღვარი დაგირღვია და შენ ამბობ, რომ აუ საწყალი, ვაიმე არაუშავს ესე კი ზევიდან უყურებ ამ ადამიანს. თანასწორობა არ განგიცდი ამასთან, თორე თუ თანასწორად უყურებ და იმაშენ საზღვარი დაგირღვია, აქ არაფერია ცუდი იმაში, რომ კონფრონტაცია მოახდინო და გაწიო ის თავის საზღვარზე. და ჩასვა იქ, სადაც არის მისი ისეთი საზღვარი, რომ შენსაც არ ეხებოდეს, ხო? და აი რას აკეთებენ ხოლმე გეშტალტ თერაპიაში. სხვა შორის პასუხისგებლობის აღება მარტო დანაშაულზე არ არის რა. სხვა ნებისმიერ ქცევას და ნებისმიერ სიტუაციას ახლავს პასუხისგებლობა და არიან ადამიანები, რომლებიც ჭირის დღესავით ეზიზღებათ ეს სიტყვა და გაურბიან. და მინდა რომ ცოტა გაუადვილო აღქმა ასეთ ხალხს და უთხრა, რომ პასუხისგებლობა დასჯასთან კი არ გააიგივოთ. ესე ჟღერს ქართულად, აი პასუხისმგებლობა, პასუხი აგო, ესე ამბობენ, ხო? ამაზე არ არის საუბარი, ნახეთ, პასუხისმგებლობა ძალიან ხშირად თუ ჯანსაღი სიტუაცია დასაწყისია სირთულეების, ხო? არის უბრალოდ პასუხის მიცემა. უკითხეს, უპასუხე. არ შეგაწუხეს, ხმა მოიღე. ან შენ შეაწუხე და გითხრეს, რომ შევწუხდიო, უთხარი, რომ წუხვარ. ნახე პასუხის მიცემაზეა საუბარი. უბრალოდ პასუხის მგებლობა ქვია ძველ ქართული იმიდან და რაღაცნაირად დასჯასთან ასოცირდება. საერთოდ არ არის მაგასთან კავშირში. და საქმეც ამაშია, რომ როდესაც საზღვრების დასაწყისშივე დარღვევაზე არის მკვეთრი კონფრონტაცია და რეაქცია
და ცხადგრძნობაში შემოსულია, რომ საზღვარი დაირღვა, დასაწყისშივე ლაგდება საზღვრები და აღარ ხდება დიდი დაპირისპირება, რომელსაც მერე მოყვება დიდი დესტრუქციული ენერგია. ასე აგვარებს გეშტალტი საზღვრებს და ასე აკისრებს პასუხისგებლობებს. და კიდევ აქვთ ერთი არაჩვეულებრივი მიდგომა, რომელიც აი პიროვნულ საზღვრებზე და აი ამ ყველაფერზე დგას, თორე იქ ახლა დანაშაულზე ლაპარაკი ზედმეტია, ხო? დამნაშავის ძებნა საერთოდ არის ერიკ ბერნიდან, ვინც იცნობთ ერიკ ბერნს, ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგიური თამაშია, რომელშიც ჩართვასაც არავის უსურვებ. და იმდენად წვავდება ხოლმე ეგ ფსიქოლოგიური თამაში, რომ რეალობაში გადადის მერე, აი ეს პოლიციელი, კრიმინალი და მოსამართლე მაგ თამაშს თამაშობენ, ოღონდ რეალობაში. ნახეთ, იბადება მერე რეალობაში ეს ფსიქოლოგიური თამაში, ოღონდ ჯერ ფსიქიკაში იწყება. თამაშია. მაგაში ჩართვა, ფსიქოთერაპიაში ითვლება, რომ თუ ამაზე წამოეგო ეხა თერაპევტი და მაგალითად წყვილი მოვიდა და არ ვიცი ქმარი დამნაშავეა, ცოლი მართალია და თერაპევტი მოსამართლის როლში უნდა დადგეს აქ და აქ თუ წამოეგო, ხო? ესე კი ძალიან დამწყებია. ამაში თუ შევიდა, რომ ვინ დამნაშავეა, ვინ მართალია, მე რაღაცა განსჯი, ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური თამაში, რომელსაც შედეგი არ მოაქვს. ჩაკეტილი წრე არის. იმიტომაც არის ამ სისტემაში, რომ აგერ სასამართლოები მუშაობს, კრიმინალური პოლიციები ისინი მუშაობს, იქ დასჯა, დასდევენ ამ იმას და მაინც ხდება კრიმინალი. აბა თუ გინახავთ, რომ ამ სისტემას შეუკავებია კრიმინალი, მეცაც გეტყვით. ამერიკაში იმ შტატებში, სადაც სიკვდილით დასჯა არის, მეტი კრიმინალი ხდება. და მეტი მკვლელობა ხდება. სადაც არ არის სიკვდილით დასჯა, იქ ნაკლები. და ამ ყველაფერს უყურებს ხალხი, მაგრამ არაფერი რეაქცია არ აქვთ რა, ადეფლექსირებენ, ანუ მზერას არიდებენ და არიან ასე. და ეხა გეშტალტში კიდე რა მინდოდა მეთქვა, რაც შესაძლოა იყოს ერთი კარგი გამოსავალი ესეთ სიტუაციებში, რომ ადამიანს საერთოდ შინაგანი სინდისი აქვს და კარგად იცის ადამიანი, თუ უცებ ვერ აღიქვა, მერე მაინც მარტივად აცნობიერებს და ხვდება, რომ ვიღაცას პიროვნულ საზღვარს შეეხო და დაურღვია. და ასე დროს გეშტალტი იყენებს ესეთ ტექნიკას, მე რაც მინახავს, რომ ეკითხება, აი შენ რას დაიკისრებდი პასუხისგებლობას? აი შენ რას დაუწესებდი ეხა შენს თავს? და თვითონ ადამიანი იფიქრებს მერე რა არის უმჯობესი. და თუ ის იტყვის, რომ ისიც საკმარისია, რომ თქვათ მე ახლა ამას ვაცნობიერებ, წუხვარ და აღარ ვაპირებ ამის გაკეთებას, ესეც საკმარისია. იმიტომ რომ აქ ერთი ჯადოსნური რამ ხდება რა. ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. აი დასჯის ერთი დიდი პრობლემა კიდე არის ის, რომ გადაწყვეტილებას იღებენ გარეთ, შენ რა სასჯელი გეკუთვნის. რაც ასევე წარმოქმნის პირდაპირ წინაღობას და წინააღმდეგობას. ანუ ფაქტიურად, რაც მეც ვჯით ადამიანს, მით უფრო მეტ დანაშაულს ვზრდით და ვაღვივებთ მასში და ასევე ხიდს ვჭრით. კონტაქტის ნაცვლად ეხლა ჩვენ გვაქვს რაღაცა ფსიქოლოგიური ჩაკეტილი წრე, დამნაშავე, იქ რაღაცა პოლიციელი და ვიღაცა მოსამართლე, რომელიც ერთმანეთს დასდევენ და ასე ერთობიან ბრჭყალებში. ან კონტაქტის მაგივრად აი ამ ჩაკეტილ წრეზე დადიან. და ამ ჩაკეტილ წრეს ახასიათებს, რომ დამნაშავე სულ იქნება ვიღაც. არ არსებობს მაქედან გამოსავალი. ვიღაცა აუცილებლად იქნება დამნაშავე. ფაქტიურად წარმოქმნის დანაშაულს ეგ წრე. ეხლა ფინალურად სამ დავასრულებ, გეტყვით ესეთ რამეს, რომ ბავშვის გაზრდის დროს ხშირი დასჯის გამოყენება კიდე განაპირობებს იმას, რომ ადამიანმა შეიძლება გაიხლიჩოს პიროვნულად და თვითონაც გადაწყვიტოს, რომ სასჯელის ღირსია. და ეს არის უკვე ადამიანი, რომელიც თავს განუდმებით დამნაშავედ გრძნობს, მისი ცხოვრება ესე მიედინება, ეს ძალიან ძიმე არის ფსიქოემოციურად, უამრავ ფსიქიკურ სირთულეებს, გამოწვევებს, განაპირობებს, ფსიქოსომატურადაც აისახება სხეულზე და ბევრ რაღაცას იწვევს მოკლედ. ამიტომ ძალიან საფრთხილოა ბავშვთან მიდგომა და ბავშვთან კონტაქტი. ის ძალიან ასე ვთქვათ, აი მოდი ის რელიგიურ სამყაროში ხო ცხოვრობთ ქრისტიანულში და მაგასაც ვიტყვი, რომ ბავშვს პირით უნდა მიბაძოთო, ასე გითხრეს, ხო? ქრისტემ თქვა თვითონ და ეს ქრისტიანული კულტურა ვართო და მაგრები ვართო და ესე ვართო და ისე ვართო და ერთ მხარეს ესე იყო. და მეორე მხარეს გამოვიხედავდი და რელიგიურ გაკვეთილებს გვიტარებდნენ და მერე ცემატყეპა მიდიოდა ბავშვების და რა ვერ გაიგო ამ ადამიანებმა, ეგ არის საინტერესო, ხო? ეს ახლა პატარა პროტესტის ხმაც იყო ჩემგან,
ვაცნობიერებ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი დღე გამოვიარე ამისგან ბავშვობაში. მე ხა ძალიან იშვიათად დაუსჯი ვარ, იმიტომ რომ რაღაც 5-ოსანი კაი გოგო ვიყავი. მაგრამ ჩემს კლასელებს რო სჯიდნენ, მე განვიცდიდი ამას ძალიან. და ტრავმა მომადგა, მინდა გითხრათ. მე ტრავმირებული ვარ იმისგან, რომ მესმოდა ჩემი ტოლი ბავშვების, ვისთანაც თამაშობდი და ვიზრდებოდი, ტირილი, ყვირილი, დამცირება და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მძიმედ აისახება ჩვენს სოციუმზე და რაღაცნაირად მოსაფიქრებელია აქედან გამოსავალი, თუნდაც ინდივიდუალურ დონეზე. მე მესმის რომ ეხა რევოლუციას ალბათ ვერ მოვახდენ, ну დღეს ყოველ შემთხვევაში ვერა. მაგრამ აი ეს რა ვიცი 5 თუ 6 კაცი მიყურებთ ეხა და ეგ 6 ადამიანიც კი თუ გადაწყვეტთ რომ დაჟის მაგერად რაიმე სხვა კრეატიული გამოსავალი მონახოთ ხოლმე ურთიერთობაში. უკვე ძალიან დიდი რამეა. ერთ ადამიანს ბევრი რაღაცა შეუძლია. რაღაცა მნიშვნელოვანის თქმა მინდოდა კიდე, ჩანიშნული მქონდა გონებაში, მაგრამ ეხა ვერ ვიხსენებ, გამიქრა. ერთ პატარა ინფორმაციასაც ჩაგაწვდით, რომ ბარბარა პომპეს სხეულზე ცენტრირებული ვორქშოპი თბილისში გადმოვიტანე, იმიტომ რომ კაი იყო ბუნებაში მაწევანში გასვლა, მაგრამ ორგანიზაციის თვალსაზრისით ძალიან ბევრი უნდა მეშრომა და ამდენი რესურსი ხა არ მაქვს. და თბილისში ჩატარდება 22, 23 და 24 მაისს. ხო, მე მგონი ეს არის. და რაც არ მახსოვს ის რომ გამახსენდება, ესეც დაჟჯას ეხებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეგ პუნქტი რომ გამახსენდება, მაგას მე კომენტარში დავწერ. აუცილებლად გამახსენდება. აბა დროებით.